შეგვიძლია აქვე საუბროთ იმ მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც შეკრებილები არიან სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად აქ და ასევე მარიკა არევაძეს, რომელიც იმყოფებოდა ქორთიართ მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დღეს, როცა დანაშაულს ედავებიან საბას ხვიტარიძეს. მოდით ამ ამბავზე მოგვიყევით, თუ იყო შესაძლებელი იქ ამოეცნო ვინმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომ იყო ადგილზე. მოგესალმებით, თუმცა პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ 4-ში არ ყოფილვარ იქ ადგილზე, იმიტომ რომ ეს სწორედ ის დღეა, როცა ნიკა გვარამიას უკანონო დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული წესით და მე გახდით მარნეულში, თუმცა ეს იყო ის დღე, როდესაც 4 პოლიტიკური კოალიციების, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილნი სასტუმროში და უკან გამოსულზე მათ დახვდათ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ყოველ შემთხვევაში ასე იხსენებენ იქ მყოფები, იმიტომ რომ მე საქმე დეტალურად მაქვს შესწავლილი და ასევე დეტალურად მაქვს, ასე ვთქვათ, ის ვიდეო კადრები ნანახი, რომელიც რაც იქ ხდებოდა და გამოკითხული მყავს, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები და მეგობრები პარტიაში. იქ შეუძლებელი იყო იმის ამოცნობა, თუ ვინ იყვნენ ადგილზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები იყვნენ, როგორც ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში, გადაცმულები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში და სახე ჰქონდათ დაფარული და გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით. შესაბამისად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ არ გაუკეთებიათ განმარტება, თუ ვინ იყვნენ ან რატომ იყვნენ იქ იმ ადგილას. ამას ადასტურებს არაერთი ადამიანი, რომელიც იქ იყო და ამას ადასტურებს ის ვიდეო კადრები, გინდა მასმედიის საშუალებით გასული და ასევე კადრები, რომელიც ამოღებულია, ასე ვთქვათ, სასტუმროდან. საბას საქმეში რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ის, რომ თავდასხმა განხორციელდა სწორედ იქ ჩასაფრება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩასაფრება მოაწყეს, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, რომლებსაც არ განუმარტიათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები და შეუძლებელი იყო მათი ამოცნობა და საბას დაკავების შემდგომ ამ ადამიანებმა ანუ პოლიციის წარმომადგენლება საბა წამების მსხვერპლად აქციეს, იმიტომ რომ ის ჯერ მანქანაში ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და შემდგომ უკვე ასე ვთქვათ სამმართველოს შენობაში ორჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და საბა ამ ნაწილში დაზარალებულად არის ცნობილი ასევე. და ამ საქმეში ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საბა მგერიების ფარგლებში მოქმედებდა და აგრესიულად იყვნენ ეს ადამიანები სწორედ განწყობილი. მადლობა და სოფო გოლეთიანსაც